წარმოიდგინე, ერი და ბერი გამოვიდა ქალაქის ცენტრში გარყვნილების აღლუმი არ ჩაატარებია და ამათმა მოახერხეს და არასრულფასოვნების კომპლექსი და დანაშაულების ნობა შეტენეს, რომ იქ ვიღაცა ტაბურეტკით გარბოდა და ვაი და რაღაცები ხალხმა თავზე ნაცრის დაყრა და მაგას რამე თუ შეიძლება რომ ეშველოს არის საკითხის ისე დაყენება, რომ ტაბურეტკა კი არა 10 ჯერ უარესი იქნება თუ არ დაწყნარდება. მაგის გარდა არაფერი წამალი მაგას არ ქონდა და ჩვენ ჩვენ თავზე ავიღეთ შეგნებულად. იმიტომ კი არა რომ გვიხარია, იმიტომ რომ სხვა მანდ შანსი არ იყო, რომ გამოსულიყო. დღემდე ვიღაცას კომპლექსი აქვს მაგაზე შეტენილი. 5 ივლისი იყო ქართველი ერის ზეიმის დღე. მარტო იმ კადრებს რო ატრიალებთ ვიღაცებმა ჟურნალისტებს რო პანღური ამოარტყეს და რავი ხა რო არ მომხდარიყო, რავი ჯობდა კი. რატო მოხდა ეგეც ყველამ ვიცით, იმიტომ რომ საქონლებივით იქცეოდნენ ისინი, ეგ ერთი და მეორე, იმას კი არავინ არ აჩვენებს. პარლამენტის წინ მთელი დღე სახალხო ზეიმი რო იყო. მაგას ვინმე კი არ აჩვენებს ამ ჩათვლახი ტელევიზიებიდან. ეგ იყო ქართველი ხალხი ზეიმის დღე. ეგ ზეიმი და გამარჯვება იმითი მოხერხდა, რომ ხალხი გამოვიდა და თქვა, რომ აი თქვენ ხო ეგეთ პოზიციაზე ხართ. რავი, აი თქვენი პოზიცია ფეხზე გვკიდია, ჩვენი პოზიცია ესეთია და გავიტანთ ბოლომდე.